გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი. დღეს 21 აგვისტოა თქვენ უყურებთ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან პროექტს VT საქართველოს ნიუსი. გაეროში რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწევას თხოვენ. ახალგორში გადაადგილებაზე შეზღუდვები იხსნება. სახაროვა კი საქართველოში რუსოფობების გამოვლენასაც დასჯას ითხოვს. დღეს ჩვენი გუნდი ამ თემებზე მოგიყვებათ. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წლის თავზე 7 სახელმწიფოს დიპლომატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მათი მოთხოვნაა აღიარების უკან გაწევა და ჯარების სრულად გაყვანა საქართველოს საერთაშორისო აღიარებული საზღვრებიდან. ასევე ანექსიის მცდელობად მიიჩნევენ კრემლის მხრიდან ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ეგრეთ წოდებული თანამშრომლობის გაღრმავების ახალ ხელშეკრულებებს. დაგმობილია საქართველოს მოქალაქეების მკვლელობები და გატაცებები. საქართველოს პარტნიორები მიესალმებიან ნაურუს მიერ აღიარების უკან გაწევას და სხვა სახელმწიფოებსაც იგივეს მოუწოდებენ. 18 years have passed since Russia's aggression and subsequent illegal occupation. 18 წელი გავიდა რუსეთის აგრესიისა და საქართველოს სუვერენული რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის, იგივე სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შემდეგ. 2008 წლის რუსეთის აგრესია იყო ნიშანი რუსეთის აგრესიული განწყობისა მეზობელი ქვეყნებისადმი. რუსეთმა იგივე დამოკიდებულებით დაიწყო უსამართლო და არაპროვოცირებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და განაგრძო უგუნური და სახიფათო მოქმედებების სხვა მეზობლების წინააღმდეგ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის სასტიკ აგრესიას და უკანონო სამხედრო მმართველობას, რომელიც უხეშად არღვევს გაეროს წესდებას და მიმართულია სეპარატისტული რეგიონების ანექსიისა და ეფექტიანი კონტროლისკენ. ვგმობთ ხელშეკრულებებს, რომელიც რუსეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო მმართველს შორის გაფორმდა და მიმართულია თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს გადაუდებელ ნაბიჯებს, აქციოს საქართველოს სტრატეგიული ტერიტორია და ინფრასტრუქტურა რუსეთის ნაწილად და ჩაატაროს უკანონო არჩევნები, სადაც რუსეთის მოქალაქე საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მმართველად იქნება არჩეული. ამ განცხადებას უკვე მოყვა რეაქცია რუსეთის ფედერაციაში და გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ბრიფინგი მოიწვია. მან თქვა, რომ საქართველოს მეგობრების ერთობლივი განცხადება ტყუილი იყო და 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის კრემლისტური ინტერპრეტაციის ტირაჟირება გააგრძელა. მან ტრადიციულად საქართველოს დაადანაშაულა ომის დაწყებაში, თუმცა არაფერი თქვა იმ დანაშაულებზე, რომელზეც თუნდაც საქართველოს მეგობრების ბოლო განცხადებაში იყო აღწერილი. საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მოქალაქის მარატ კამბოლოვის ცხინვალის რეგიონში მივლინებას და ფაქტობრივ მმართველად ფაქტობრივ დანიშნას გმობს საერთაშორისო საზოგადოება, თუმცა ის ეგრეთ წოდებულ საარჩევნო კამპანიას აგრძელებს. კამბოლოვი რამდენიმე დღის წინ ახალგორის რაიონში იმყოფებოდა, სადაც ერისთავების ისტორიული სასახლე მოინახულა და ამის შემდეგ გამოსცა განკარგულება ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების რეჟიმის შესაბამისად. საუბარია პერევსა და ახალგორზე. პროექტის მიხედვით ახალგორის მიმართულებით ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტი კვირაში 4 დღე, ხოლო პერევის მიმართულებით 3 დღე იმუშავებს. გარდა ამისა, განიხილება ადგილობრივების ახლო ნათესავებისთვის შესვლის და დროებით დარჩენის წესების გამარტივებაც. ახალი რეგულაციები ძალაში ეგრეთ წოდებული მთავრობის მიერ შესაბამისი დადგენილების მიღების შემდეგ შევა. რა შეიძლება უკავშირდებოდეს კამბოლოვის ეს გადაწყვეტილება, რამდენად შეიძლება იყოს ის განხილული ჰუმანიტარულ აქტად და რამდენად შეიძლება ეს რეჟიმი შენარჩუნდეს ეგრეთ წოდებული არჩევნების შემდეგაც. თემაზე სასაუბროდ ვარშავის სტუდიაში შემოგვიერთდება უშიშროების საბჭოს დივნის მოადგილე 2014-2018 წლებში თეონა აკუბარდია. გამარჯობა, რას უკავშირებ აი ამ სიახლეს, რამდენად ხედავთ მას როგორც ჰუმანიტარულ აქტს და როგორ ფიქრობთ, რატომ ახლა? ოკუპირებული ახალგორის და პერევის გადასასვლელების გამარტივება, ვადების გაზდა, ამ შემთხვევაში გადასვლის და მათ შორის იმ უფლების მიცემა, რომელიც საქართველოს კონტროლირებული ტერიტორიის ახლომდებარე სოფლებიდან ნათესავებისთვის უფლებას გულისხმობს, რომ გადავიდნენ და ინახულონ თავიანთი ახლობლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ნაწილი, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 9 მაისს
რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გაფორმდა ეგრეთ წოდებული შეთანხმება, რომელიც ფაქტობრივ ანექსიად არის შეფასებული უკვე და თუ გავთვალისწინებთ იმას, რომ დღეს ოკუპირებულ ცხინვალს მართავს პირდაპირ რუსეთიდან დანიშნული მაღალჩინოსანი, რაც პირველად ხდება ამ წლების მანძილზე და რაც ასევე ფაქტობრივი ანექსიის ნაწილია. შესაბამისად, პრეისტორიიდან გამომდინარე ახალგორის გადასასვლელი ჩაკეტვის, რომელიც უკავშირდება ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვას ჩვენს კონტროლებად ტერიტორიაზე, შემდგომ წოლუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნას ჩორჩანასთან დაკავშირებით და ბრალდებას გახარიას მისამართით და ბოლოს უკვე IPRM-ის შეხვედრებზე ერგენეთში ჩორჩანასთან დაკავშირებულ განცხადებას მანენტული რეჟიმის, რომ თითქოს ურთიერთგაგება იგრძნობა ქართულ მხარესთან ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით და რომ საგუშაგო დგას რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული. რა თქმა უნდა, ჩვენს კითხვის ნიშნებს ხომ არ არის გარკვეულწილად გარიგება ან ამის ნიშნები ჩორჩანას საგუშაგოს საბოლოო ჯამში გადაცემასთან დაკავშირებით და აღებასთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის და რუსეთის საოკუპაციო ძალებთან და რაში იცვლება ეს ამ გადასასრულის გახსნა, მით უფრო მაშინ, როდესაც არ არის ის რაოდენობა ახალგორსა და პერევში მოსახლეობის, რომელიც წინა საარჩევნოდ შეიძლება დასჭირდეს კამპულოვსა მხოლოდ წინა საარჩევნო გადაწყვეტილებაა ეს და სხვა არაფერი. შესაბამისად, ეს არის ის კითხვები, რომელიც გააჩინა ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ბრალდებმა ქართული ოცნების და ფაქტობრივად ამ საგუშაგოს აღების დათმობის გადაწყვეტილებასთან, რომელიც თელ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მადლობა. ახლა ვისაუბროთ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადებაზე. ჩვენ უკვე ვიხილეთ რუსების რეაქცია ამ საკითხზე, რაც ვფიქრობ თავისთავად მეტყველებს მის მნიშვნელობაზე. ომის 18 წლის თავზე ასეთი განცხადებები, როგორ ფიქრობთ, რატომაა ამ მნიშვნელოვანი? გაეროს უშიშროების საბჭოს ყოველწლიური განცხადება, რომელიც 2019 წლიდან უწყვეტად ყოველწლიურად მიმდინარეობს, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ განცხადებაში მკაფიო პარალელები არის 2008 წლის აგვისტოს აგრესიასა და შემდგომ მის გაგრძელებაში უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან, მაშინ, როდესაც ოკუპაციასა და აგრესიასთან ერთად დაგმობილია ფაქტობრივი ანექსიის პროცესი და მათ შორის ხამასის ეგრეთ წოდებული შეთანხმება ოკუპირებულ ცხინვალისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის, მაშინ როდესაც კამბოლოვი რუსეთის მაღალჩინოსანის ასევე დე-ფაქტო პრეზიდენტად განხილულია ანექსიურ ჭრილში და მაშინ როდესაც საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს სუვერენიტეტის საკითხზე ხმალამოღებული აღარ იბრძვის საქართველოს ხელისუფლება და არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომელსაც დღენიადად აძაგებს და აკრიტიკებს ქართული ოცნების ხელისუფლება. შესაბამისად, ეს განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის ევროპული უსაფრთხოების ნაწილი და საერთაშორისო დღის წესრიგი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას ყველა პლატფორმით იმისთვის, რომ მოხდეს მშვიდობიანად ქვეყნის გამთლიანება და დეოკუპაცია. გასაგებია და აი ამ ყველაფრის ფონზე ქართული ოცნების გალაშქრება, ეგრეთ წოდებული რუსოფობიის წინააღმდეგ რა კონტექსტს ქმნის თქვენი აზრით? მარია ზახაროვამ დღეს საბოლოო ჯამში ახადა ფარდა იმ განზრახვას, რომელიც ირაკლი კობახიძეს გააჩნია საქართველოში რუსოფობიასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი და მათ შორის ტერმინიდან გამომდინარე სისხლამართლებრივი მუხლი მხოლოდ რუსეთს გააჩნია, რითიც ამართლებს ის საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას და მაშინ, როდესაც ზახაროვა ითხოვს ირაკლი კობახიძისგან დასჯას რუსოფობების და მაშინ, როდესაც კობახიძე რუსოფობებს უწოდებს ყველა მშვიდობიან დემონსტრანტს, რომლისთვისაც მშვიდობიანი პროტესტი და ბანერი რუსეთი ოკუპანტიას სახელით არის რუსოფობია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი ოკუპაციის შესახებ, კიდევ ერთხელ ავლენს იმ საერთო განზრახულობას, რომელიც კრემლს და კობახიძეს აქვს. აქ მთავარი საინტერესო დეტალი არის ის, თუ რა მუხლით უნდა დასაჯოს კობახიძემ საკუთარი თანამოქალაქეები იმისთვის, რომ ისინი ამბობენ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რაც არა მხოლოდ ზეპირი განცხადება, არამედ
არამედ კანონი განმარტავს ამას და სადამდე წავა ეს თანხვედრა და სინქრონი კრონისა და კობახიძის მოქმედებების საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ და რა რეაგირება ექნება ქართულ ხალხს ამასთან დაკავშირებით. ალბათ ეს უფრო საინტერესოა ვიდრე ის საერთო ფრონტი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რომელსაც ზახაროვა და ირაკლი კობახიძე ერთობლივად ახორციელებენ. მადლობა. ჩვენს კითხვებს თეონა აკუბარდია პასუხობდა. ინტერვიუს სრული ვერსია ჩვენს Facebook გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ და აქვე გთხოვთ გამოიწეროთ სოციალური მედიის ჩვენი არხები, როგორც Facebook-ზე, ასე YouTube-ზე VT საქართველოს News-ი. ახლა საუბარს სწორედ ჩვენი სტუმრის ნახსენებ მარია ზახაროვას განცხადებაზე გავაგზავნებთ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერი საქართველოს ახალ მოთხოვნებს უყენებს. ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლების განცხადებას და ვეყრდნობით იმას, რომ თბილისი მიიღებს ამომწურავ ზომებს რუსოფობიის თავიდან ასაცილებლად, აცხადებს ზახაროვა. კრემლი საქართველოში რუსოფობების გამოვლენას და დასჯას ითხოვს. ბოლო დროს ადგილი ჰქონდა ცალკეულ სერიოზულ ინციდენტებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და შესაბამის ქმედებებს საქართველოს ხელისუფლებისგან. ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლების განცხადებას და ვეყრდნობით იმას, რომ თბილისი მიიღებს ამომწურავ ზომებს რუსოფობიის თავიდან ასაცილებლად. სრულად უზრუნველყოფს ყველა რუსის უსაფრთხოებას, ვინც საქართველოში ჩადის. ანტირუსული გამოვლენებები ყურადღებით უნდა იყოს გამოძიებული. დამნაშავეებმა კი პასუხი უნდა აგონ. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, ჩვენს უპირობო პრიორიტეტად რჩება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც საქართველოში ჩადიან როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი მიზნით. ფართომასშტაბიანი შემოჭრის ყველაზე მძიმე პირველ დღეებში, როდესაც უკრაინის ბედი თითოეულ იმ ადამიანზე იყო დამოკიდებული, ვისაც იგი სულ ერთი არ არის, უკრაინელი მეომრების გვერდით მრავალი მეგობარი ქვეყნის მოხალისეები და გმირები დადგნენ, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი საქართველოს შულებს უკავიათ. ეს საქართველოში უკრაინის დროებით ირწმუნებული საავტორო სტატიიდან არის ამონარიდი. უკრაინის საელჩო საქართველოს და ქართულ ხალხს მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის და ხაზგასმით აღნიშნავს იმ წვლილს, რაც ქართულ მებრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ ომში შეაქვთ. სტატიას დიპლომატი 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს უძღვნის და ამბობს, რომ თავისუფლება საქართველოსთვის და უკრაინისთვის არასდროს ყოფილა საჩუქარი. ვრცელ სტატიაში იმ მეგობრობის ისტორიაც არის აღწერილი, რაც ქართველებს და უკრაინელებს გვაკავშირებს. დღეს მრავალი ქართველი მებრძოლი, საქართველოს სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეები და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეობის მქონე ეთნიკური ქართველები, უკრაინის შეიარაღებული ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ფორმირებების შემადგენლობაში იბრძვიან. იარაღით ხელში ისინი იცავენ უკრაინის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან კარგად ესმით, ეს ბრძოლა საერთოა. საკუთარ თავზე გამოცდილი რუსული აგრესიის და საკუთარი მიწების ოკუპაციის გამო ქართველ ხალხს როგორც არავის ისე ესმის უკრაინის ტკივილი და აცნობიერებს, რომ დღეს ხარკივის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქებში არამხოლოდ უკრაინის მომავალი წყდება. იქ გადის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საკვანძო მიჯნა, რომლის შედეგზეც პირდაპირ არის დამოკიდებული რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მომავალიც. ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც საელჩოს Facebook გვერდზე ორ ენაზეა დაწერილი. ახლა კი VT ცენტრალური ნიუსრუმის სიუჟეტი ლატვია-ბელარუსის საზღვრიდან. ჩვენი კოლეგა ვლადისლავ ანდრეევი ადგილზე ლატვიის პრეზიდენტთან ერთად ჩავიდა და გაეცნო, როგორ ებრძვის რიგა არალეგალი მიგრანტების შემოსვლას და როგორ ემზადება რუსული პროვოკაციისთვის. მხოლოდ წელს ლატვიელმა მესაზღვრეებმა ბელარუსში უკან დააბრუნეს დაახლოებით 10,000 ადამიანი, რომლებმაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს და დააკავეს 100-ზე მეტი პირი, რომლებიც ლატვიაში მიგრანტების უკანონო შემოყვანის ორგანიზაციაში მონაწილეობდნენ. გამკაცრებული კონტროლი, დამატებითი დრონები და ახალი თავდაცვის ხუდეები. პრეზიდენტს და ჟურნალისტებს საზღვარზე ეს რეალობა დახვდათ. სასაზღვრო დაცვის ვერტმფრენი ევროკავშირისა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვარზე ეშვება. ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი სასაზღვრო დაცვისა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები ქვეყნის ყველაზე პრობლემურ რეგიონში შეხვდებიან ერთმანეთს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სხვადასხვა სახის პროვოკაციისთვის, როგორც საბოდაჟისთვის, ისე სხვადასხვა შესაძლო დივერსიისთვის. ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რეგულარულად აკავებს ადამიანებს, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, სანამ ამ ვითარებაში ვართ და შესაძლოა ამის შემდეგაც მდგომარეობა არ დასტაბილურდეს. ეს ყველაფერი გარკვეულწილად ჩვენი ახალი რეალობაა.
რუსეთისა და ბელარუსის მოსაზღვრე რეგიონში ნატოს გამანადგურებლების მიერ ჩამოგდებული უკრაინული დრონები ახალი რეალობაა. ლატვიაში ისინი რუსეთისკენ მიმავალ გზაზე ხვდებიან. სახმელეთო საზღვარზე თავდაცვის ხაზს ამყარებენ, მხოლოდ წელს ლატვიის სამსახურებმა აქ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 10,000-მდე მცდელობა აღკვეთეს. შევაჩერეთ მანქანები, რომლებსაც თითქოს შეშა გადმოჰქონდათ, სინამდვილეში არალეგალი მიგრანტების სამალავები ჰქონდათ მოწყობილი. გაგვიჩერებია ავტომობილები, რომლებიც თავს პოლიციისა და სასაზღვრო სამსახურის ტრანსპორტად ასაღებდნენ. ყოფილა ყალბის სამგზავრო ავტობუსიც და საფოსტო მანქანებიც. საქორწილო კორტეჟადაც კი შეღებულან წითელი ლენტებით და ყვავილების თაიგულებით, თუმცა ამისთვის მზად ვართ. გავზარდეთ რეაგირების ძალების მზადყოფნა და ვაგრძელებთ სასაზღვრო ზონის პატრულირებას. ამ მავთულხლართებიანი ღობის გავლით ზოგჯერ კი მის ქვეშაც ლატვია-ბელარუსის საზღვრის გადალახვას თითქმის ყოველდღიურად ათობით არალეგალი მიგრანტი ცდილობს. ლატვიის ხელისუფლება ამას ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ ელემენტად მიიჩნევს, რაც ოფიციალური მინსკის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ლატვიის პრეზიდენტმა სასაზღვრო ზონა დაათვალიერა და ისიც მოისმინა, როგორი ხმაქვს განგაშის სიგნალს. პრეზიდენტს მესაზღვრების ტექნიკური შესაძლებლობებიც გააცნეს. აჩვენეს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები, აღჭურვილობა, იარაღი, დრონები და დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობები. გლოკის პისტოლეტი, ასეთი ყველა საპატრულო ჯგუფს აქვს. ეს კი ავტომატური იარაღი G36-ია. ყველა განყოფილებას აქვს დრონი და ოპერატორები მათ სამართავად არიან მომზადებული. დრონების ყოველდღურად ვიყენებთ და ისინი არალეგალი მიგრანტების მოძებნაში გვეხმარება. ასევე ეროვნული შეიარაღებული ძალებისგან ახალი დიდი ზომის დრონები მივიღეთ. ამჟამად მათი გამოყენების შესაძლებლად მიმდინარეობს გადამზადება. თუ ბელარუსიდან უკანონო მიგრაცია ყოველდღიურ რუტინად იქცა, რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესია მომავალში შესაძლო სცენარია. ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში ჩვენი მთავარი ამოცანაა არ დაუშვათ ქვეყნის სამხედრო ძალით ოკუპაცია. სწორედ ამისთვის ვამზადებთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. ამჟამად ასეთი საფრთხის საფუძველი არ არსებობს, რადგან მოწინააღმდეგეს რუსულ მხარეს ახლა არ შესწევს ძალა მეორე ფრონტის გახსნის და ნატოს დაუპირისპირდეს. შეკავების კლასიკურ ელემენტებს მიეკუთვნება ეგრეთ წოდებული დრაკონის კბილებიც, რომელთა განთავსებაც მთელი საზღვრის გასწვრივ იგეგმება. სამხედროების თქმით, რუსეთის ამოცანაა შექმნა სტრატეგიული დილემა, რათა ლატვიამ არ იცოდეს, როგორი ომისთვის ამჯობებს მომზადება. ამიტომ ნებისმიერი სცენარისთვის უნდა იყო მზად. ხშირად ამბობენ, რომ რუსეთს თავდასხმა სურს და კიდევ ერთხელ გადახედავს გეგმებს, როგორ გააკეთოს ეს. ასეთი გეგმები მათ ალბათ ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ისინი ემზადებიან. ჩვენც ვამზადებთ ჩვენს თავდაცვის ხაზებს და მათ მოუწევთ თავიანთ რუკებს გადახედონ. სად და რისი გაკეთება შეუძლიათ, თუმცა ახლა მათ არანაირი შანსი არ აქვთ. ყველაზე დიდი მადლობა უკრაინას ეკუთვნის, რომელიც სამწუხაროდ საკუთარი სისხლის ფასად აკავებს ამ ძალას. ანადგურებს მათ და ამასთანავე ჩვენს შესაძლო მოწინააღმდეგესაც ასუსტებს, მაშინ როცა თავად იძულებულია საკუთარი თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის იბრძოლოს. ლატვია-ბელარუსის საზღვრის ნახევარზე მეტი უკვე აღჭურვილია სენსორებითა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით. მიმდინარე წლის ბოლომდე საზღვრის ტექნოლოგიური აღჭურვის სამუშაოები დასრულდება. ლატვიის პრეზიდენტის თქმით, შემდეგი ამოცანა სწრაფი რეაგირების ძალების გასაძლიერებლად მესაზღვრეების რაოდენობის გაზრდაა. სასაზღვრო თემას ვაგრძელებთ. უკრაინა-მოლდოვას საზღვარი რუსული ავიაერიის დროს დაზიანდა. ის სასაზღვრო ინფრასტრუქტურას მოხვდა, გაჩნდა ხანძარი, რომელიც მალევე ჩააქრეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა ინციდენტის გამო. მირნოე-ტაბაკის სასაზღვრო პუნქტი მუშაობა შეაჩერა, ხოლო ტრანსპორტი სხვა გამშვები პუნქტებისკენ გადაამისამართეს. მოლდოვის ტერიტორიაზე დრონების ნამსხვრევები არ აღმოჩენილა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 ინციდენტის შესახებ განაცხადა. პირველადი ინფორმაცია ინციდენტში რუსული გერანის ტიპის დრონები მონაწილეობდნენ. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ხელისუფლებამ უკვე 50-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაირღვა ან დრონების ან რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნით. საბედნიეროდ ამ ინციდენტებს ამ დრომდე ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლია. დღეისთვის სულ ეს იყო. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი სოციალური მედიის არხები, როგორც Facebook-ზე, ასე YouTube-ზე. ჩვენ კი გავაგზავნებთ მუშაობას, რომ თქვენამდე მოვიტანოთ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ევროპიდან, თავისუფალი საქართველოსთვის. დროებით.